მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ბაკურიანი წაღვერის ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას სატყეო სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით სამართალდარღვევა ტყეში განთავსებული ვიდეო ხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა. სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ადგილობრივმა ტყეში უკანონოდ წიწვოვანი სახეობის 6 კუბური მეტრი სამასალე მერქანი მოიპოვა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით იანვრის თვეში საქართველოში უკანონოდ ტყით სარგებლობის 127 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 სამცხე ჯავახეთშია. ამავე წყაროს ცნობით გამოვლენილი დარღვევებიდან 102 ხე-ტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება. 25 კი სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და უკანონო სახერხის საამქროს ფაქტებია. ორი პირი დააკავეს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაზე. ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ვალესა და კარწახის დასაცავ მონაკვეთზე. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. უწყების ცნობით დაკავებული პირების მიმართ გატარდა სამიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან გააძევეს. ასპინძელმა მარიამ ფოცხვერაშვილმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატ სამბოში 54 კილო წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას ასპინძის მერია ავრცელებს. მერია ამბობს, რომ ფოცხვერაშვილს 1000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპული რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა ევროკავშირის განახლებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე. მაშინვე ითქვა, რომ ახალი მექანიზმი სავარაუდოდ საქართველოსაც შეეხებოდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.